8 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გამოაცხადა ფოტოკონკურსი თემაზე ახალგაზრდობა. მაშინ 11-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. სულ 19 ფოტოსურათი იყო წარმოდგენილი. ჟიურის წევრებმა არჩევანი 3 ფოტოზე შეაჩერეს. პირველი ადგილი გენო ხალთასმა დაიკავა. მისი ნამუშევარი ოქროს ტბაზეა გადაღებული. მეორე ადგილზე გასულ გიორგი მეფარიშვილის ფოტო ერთ პატარა ამბავს მოგვითხრობს, სადაც აღბეჭდილია ბიჭი, რომელიც ცარიელი მოედნიდან მობილურის თამაშით დაკავებულ თანატოლებს გახურებს. მესამე ადგილზე გასულ თამარ ტუღუშის ფოტოზე მოხუცი ადამიანის სევდიანი თვალებია აღბეჭდილი. ძალიან კარგი კონკურსი იყო. მე ავიღე პირველი ადგილი და ეს ფოტო გადავიღეთ ოქროს ტბასთან და ძალიან ლამაზი გამოვიდა. დღეს ქალაქ ფოთში, ქალაქ ფოთის სპორტის და ახალგაზრდული სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფოტოკონკურსი. ფოტოკონკურსში მონაწილეობა მიიღეს ფოთელმა ახალგაზრდებმა. მინდა მადლობა მოუხატო ყველა ახალგაზრდას, ვინც გამოაგზავნა ფოტოსურათი. საკმაოდ საინტერესო ფოტოები იყო. გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა 5 კაციანი წევრისგან. მინდა ასევე მათაც მადლობა მოუხადო, რომ მობრძანდნენ დღეს და დღევანდელი ღონისძიება საინტერესოდ ჩაატარეს. ყველა გამარჯვებულს ვლოცავ გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს ვსურვებ. საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.